მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა მესიჯი აქვს თქვენს მომავალ მეს, ანუ თქვენს მომავალ ვერსიას თქვენთვის ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე. ნახოთ აბა. და პირველ რიგში აქ მოდის ასეთი მესიჯი, რომ ყურადღებით მოусმინეთ როგორც ირგვლივმყოფებს, ასევე პირველ რიგში საკუთარ თავსა და საკუთარ ინტუიციას. ზოგადად ადამიანები მივეჩვიეთ იმას, რომ მუდმივად ფონზე რაღაცას ან ვუყურებთ, ან რაღაცას ვუსმენთ, ხო? და ხშირად გვავიწყდება საკუთარი თავის, საკუთარი ეგრეთ წოდებული სპირიტუალური გიდების, ანუ დამცავი ძალების მოსმენა, ინტუიციის მოსმენაც, მაგრამ რეალურად ეს ძალიან მარტივი არის. საკმარისი არის უბრალოდ სიჩუმეში მატყური დავუგდოთ და აუცილებლად ვიგრძნობთ ჩვენთვის შესაბამის და საჭირო ინფორმაციებს. და აქ ზუსტად ასეთი ინფორმაციები მოდის, რომ უნდა მოусმინოთ საკუთარ თავს, საკუთარ მფარველ ძალებს, ინტუიციას. და ნახეთ, აქ თქვენს რეალობაში ჩანს აშკარად, რომ არის რაღაც კონკრეტული პრობლემა და თქვენ ამ პრობლემას სრულიად სხვანაირად აგვარებთ. ნახეთ, კომეტას, ასტეროიდს ნაჯახით ვერ გავუმკლავდებით, ხო? უხეშად რომ ითქვას. და თითქოს თქვენს რეალობაში არის რაღაც პრობლემა, რომელსაც თქვენ ძალიან ზედაპირულად აგვარებთ, მაგრამ უნდა მოაგვაროთ ამ პრობლემის საძირკველი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა მესიჯი აქვს თქვენს მომავალ მეს თქვენთვის ახლა. და ეს არის ასეთი ენერგიები, რომ თქვენ თავს აუცილებლად იგრძნობთ მომავალში ძალიან ლამაზად, ძალიან მშვენივრად. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი. თქვენ აუცილებლად შეძლებთ რომ დააფასოთ მეტად, როგორც თქვენი შრომა, ასევე თქვენი გარეგნობა, თქვენი ენერგეტიკა. თითქოს თქვენი აურა გახდება ადამიანებისთვის ბევრად უფრო ერთდროულად მიმზიდველი, მაგნიტური და საშიში, ერთდროულად, დიახ, და თქვენ აუცილებლად იგრძნობთ იმას, რომ ადამიანებისთვის ხარ ძალიან საინტერესო, ძალიან მიმზიდველი. ასევე აქ მოდის თქვენს რეალობაში ფინანსურ-მატერიალური წარმატება, ეგრეთ წოდებული ბარაქა. ეს იქნება კარიერული ტრანსფორმაციები, კარიერული ზრდა და კიდეც ამოვიდა, რომელიც ამის შესახებ მეტყველებს, ხო? უბრალოდ მეტად მოусმინეთ ხოლმე თქვენს ინტუიციას, იმიტომ რომ თქვენი ინტუიცია ყოველთვის გკარნახობთ სწორ გზასა და სწორ ენერგიებს.